მოგესალმებით მეგობრებო. რა გარხართ? მე კარგად ვარ. სკოლა იწყება ხოლმე, არც კარგად ვარ მართალია, და არ მიხარია და არ ვარ ამ ფაქტი დახტოვანებული, მაგრამ წავა რა. მე რამდენი YouTube-ი მაქვს მოიცა, არ მახსოვს ვეღარ ვიქლე. ძალიან ბევრი YouTube არხი მქონდა. ძალიან ბევრიც ზოგი წამეშალა, ზოგის მეილი არ მახსოვს რამელზე მქონდა ან პაროლი და ასე შემდეგ. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და საინტერესო კონტენტი შემოვთავაზებ. მე აქ უფრო ჩემხელა ან რატო შეიძლება უფრო შემაც უყურონ და დაინტერესონ როგორია იტალიაში ცხოვრება. და როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თინეიჯერის და ასე შემდეგ ძალიან საინტერესო კონტენტს შემოგთავაზებთ ჩემი საზრით. ხო იწყება სკოლა, ჩვენ გვეწყება 10-ში და საერთოდ არ ვარ ბედნიერი ამ ფაქტით. სიმართლე რომ გითხრათ. ამ YouTube არხზე დავდე ერთი ვიდეო და სამწუხაროდ საბედნიეროდ საერთოდ არ გავარდა და 2 ლაიქი ჰქონდა და წავშალე. და ეხა თავი დავდებ და ხა ესეც თუ ისე იქნება როგორც წინა ვიდეო, ვაფშე ხელშავი იქნებ და აღარაფერს აღარ დავდებ. ხო, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ Kekis Family Vlogs არის დედა ჩემი. და ვაიმე ძალიან ჩახუთულობა საჭმელს ვაკეთებ და მოგიყვებით ხოლმე ჩემს ისტორიებს, ჩემს ცხოვრების όλ გამოცდილებებს და გაგიზიარებთ როგორია იტალიაში ცხოვრება, არის თუ არა მარტივი, როგორი ხალხია, როგორი გარემოა, საკვები, ტრადიციები და ასე შემდეგ. ეხლა ოქტომბერში იწყება ფესტა, ოქტომბრის ფესტა, ანუ დღესასწაული. არის ლუდის ფესტივალი და ყველა ქალაქიდან ჩამოდიან ამ ფესტის გამო, რომელიც ჩემ ქალაქში ვართ და მე ძალიან ახლოს ვარ და ამით უფრო ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი ემოციებით ველოდები ამ ფესტას. წინა წელს დავესწარი და ძალიან მაგარი იყო. პროსტა აი ძალიან ვერთობოდით. არ მინდა ეს მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი, იმიტომ რომ როგორიც ვარ ისეთი ვიყო რა ბარემ. მაგრამ ყველანაირად ვიცები რომ ბილწი სიტყვები არ ვეხმარო ხოლმე. თუ არ გამაბრაზებთ. ხომრობ რა თქმა უნდა. კიდევ მე გასდავწებ ხალხო მოიცა. მოკლედ შევდივარ სკოლაში, ნუ დავდიოდი ისედაც, მაგრამ ვარ ძალიან დაბალ კლასში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩამოვედი ერთი კლასი ჩამტოვეს, იმიტომ რომ ენა არ ვიცოდი. არ მიცხვენია მაგის თქმის, რომ მე კლასში ჩამტოვეს, იმიტომ რომ მე ჩამტოვეს იმის გამო, რომ ენა არ ვიცოდი. თან აქ ეგ დიადარავის არ აინტერესებს თავარი განათლება მიიღო. და ეხლა მერვე კლასს ვიმეორებ მესამედ. კი, არ მოგესვათ მესამედ. და ის წელიც ჩამტოვეს, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლაში არ დავდიოდი, იმდენად არ მინდოდა და იმდენად ცუდად ვგრძნობდი მაგ გარემოში, მაგ ხალხში თავს. იმიტომ რომ კლასში ყველაზე დიდი ვიყავი მე. მაგრამ ეხლაც ეგრე იქნება მომენტ რა, ყველაზე დიდი მე ვიქნები კლასში, მაგრამ რო გავიაზრე და დავფიქრდი, ანუ უფრო მაგარია რა, ყველაზე დიდი შენ ხარ და იმენა ყველას ის არა. არ ვარ ამპარტავანი. არა ვარ, როგორ არ ვარ. ოკეი. დავტოვოთ ეს თემა. შევდივარ მაინც სკოლაში და ვაგრძელებ და არ გამოდივარ იქიდან გამომდინარე, რომ მინდა რომ განათლება მივიღო, ელემენტარული მაინც. სულ არაფერს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში უკვე მე 10 კლასელი ვარ აქ. ისე მერვე კლასელი ვარ სამწუხაროდ. მაგრამ არა უშავს, ნუ საქართველოში ჩემ ბანკეტზე აუცილებლად ჩავალ. კიდევ რა შემიძლია გითხრათ? არ ვიცი. მითხარით რა გაინტერესებთ ზოგადად ჩემგან ან ზოგადად ხალხის. ან ჩემს გაინტერესებს რა იმ საკითხში მაგას გულისხმობ. ხო, ვაკეთებ ფრჩხილებს მე თვითონ. არ ვიცი როგორ განახტო.
თუ გაინტერესებთ როგორ ვიკეთებ ხოლმე და ამ შემდეგ მითხარით დედა მირეკავს. მადლობა ძალიან დიდი დედას შემაწყვეტინავით. კაი. ხო. თუ გაინტერესებთ ხოლმე როგორ ვაკეთებ და ამ შემდეგ გადავიღებ და სხვა შორის ვფიქრობ რომ კვალიფიკაციის ამაღლების კურსი გავიარო და დავიწყო მუშაობა. თან სკოლის მასწავლე ვარ და უფრო ჩემი გრაფიკით იქნება ეს ყველაფერი, ჩემ გრაფიკზე იქნება მომორგებული რა თქმა უნდა. თან რაღაც პატარა შემოსავალიც მექნება, რომ სლად ჩემი ოჯახის ხარჯზე არ ვიჯდა იმის მიუხედავად რომ ახლაც მუშაობ და საერთოდ არ ვზივარ ჩემი ოჯახის ხარჯზე და დედა ჩემს ფულს არასდროს არ ვართმევ, რაც წამოვიზარდე და ხელის გაქნება დავიწყე, ანუ ხელის განწრება, ანუ მუშაობა. კიდევ ეს ბოლო პერიოდი ძალიან ვფიქრობდი რომ საქართველოში დაუბრუნებულიყავი და რამე რა. იმიტომ რომ არ ვიცი რატო სიმართლე რო გითხრათ. უფრო ვფიქრობ რომ დასტრესილი ვარ. იმის მიუხედავად რომ დაიდაშულები აქ მყავს და ძალიან მიმსუბუქებენ იმ ფაქტს რომ მარტო არ ვარ და მყავან ან ადამიანები ვისთან ერთადაც ვერთობი გავდივარ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობელი ვარ მაგათი დაგიდან მიხმარხართ ძალიან. დედა ჩემი ძალიან გვერდში მიდგას და მეხმარება ფსიქოლოგიურად, მენტალურად, ფიზიკურადაც მათ შორის. ეხლა მაგალითად ჯიმში უნდა შევიდეთ მე და დედა ჩემი ერთად. და ხო ეს არ მინდა დიდი ვიდეო გამოვიდეს და თავი მოგაბეზროთ. იმიტომ რომ მე თვითონაც რო ხედავ რომ ადამიანი დიდ ვიდეოებს საერთოდ არ მოქიმის სოფელი რო უყურო სიმართლე რო აი მე მაგალითად დეიდა ჩემისა დეიდა ჩემისა და ჩემის ვიდეოებს არასდროს არ ვუყურებ YouTube-ზე. რატო? იმიტომ რომ არ მაინტერესებს. იმიტომ არ მაინტერესებს რომ ვიცი რა ლაპარაკობენ დაახლოებით, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემი ხუთი თითივით აქედან გავმდინარე არ მაქვს სურვილი რო ვუყურო, მაგრამ ძალიან მიყვარხართ. არ ვნახულობ, მაგრამ შემოვდივარ გილაიქებთ და გავდივარ. ეგეც ხო რამეს ნიშნავს. ხო და ესე რა თუ გაინტერესებთ. შეგიძლიათ დამაფოლოვოთ. არა, აქ დაფოლოვა არ არის, დამასუბსკრაიბოთ. აქ ამავარ ამაწერია Instagram-ზე და შეგიძლიათ დამაფოლოვოთ. ძალიან გამიხადება. აქ ამავა TikTok-ზე რამაწერია და შეგიძლიათ დამაფოლოვოთ, ეგეც ძალიან გამიხადება. და აქაც დამასუბსკრაიბოთ, ეგეც არ იქნებოდა ცუდი. ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ და ძალიან კომუნიკაბელური. აქედან გამომდინარე, ჩემთან არ მოიწყენთ. ხო და ვფიქრობ აქ დავასრულებ ამ ვიდეოს და ხვალინდელ Get Ready With Me-ს გადავიღებ, იმიტომ რომ მინდა სკოლაში და განახეთ როგორი ერთი დღე სკოლაში, იქიდან გამომდინარე სკოლაში ტელეფონის გამოყენების უფლება არ გვაქვს. ვეცდები მაინც რომ რამე გადავიღო. სანამ შევალდა რომ გამოვალ მაგ მომენტში მაინც მაქსიმუმ. და ტელეფონი მიჩდება. ხო და მაგეთ მიყვარხართ გაკოცეთ. წარმატებები ბედნიერ დღეს გისურვებთ.